ზაფხულის ერთ დღეს, არ დადაგების დროს, ერთ სახლში ბევრმა ბავშვმა მოიყარა თავი. არაჩვეულებრივად ატარებდნენ დროს, კითხულობდნენ, ერთობოდნენ, თამაშობდნენ და ძალიან ჩქარა მიდიოდა ეს ზაფხულის დღეები. მაგრამ ერთი რამ არ უყვარდათ. ოღონდ ძალიან არ უყვარდათ. ეს იყო თავიანთი ტანსაცმლის დალაგება, კარადაში ჩამოკიდება და საერთოდ თავიანთი ტანსაცმლის მიხედვა, რის გამოც ძალიან საყვედურობდნენ დედები, მამები, ბებიები, ბაბუები, მაგრამ მათზე ეს არ ჭრიდა. თუმცა სხვა დანარჩენს არაჩვეულებრივად აკეთებდნენ. ეს არაჩვეულებრივი ბავშვები განსაკუთრებულად ჭკვიანები იყვნენ. აი ეს კარგი გოგო, რომელსაც თავზე პეპლები ეკეთა, აი ასევე აგროვებდა პეპლებს, რომლის სახელებიც ყველასი ძალიან კარგად იცოდა. ეს საყვარელი, აი გასაფერადებელი წიგნი ჰქონდა და აი ასე ლამაზად აფერადებდა. ოხ ეს ბიჭი უცბად ერთ დღეში უშველებელ ურთულეს ლეგოს აწყობდა. აბა თუ გამოიცნობთ, ეს რას აკეთებდა? თავისი ხელით ნაჭრის თოჯინებს, ოღონდ ყოველთვის ქათმებს, ჩიტებს, წიწილებს ამჯერად მამალი გააკეთა. ეს არის არაჩვეულებრივად მუსიკალური ბავშვი. ყველაფერზე უკრავს, თითქმის ყველაფერზე. აგერ ბატონო სალამური უჭირავს და ჰარმონიკა. ვინ თქვა რომ დაკვრა არ იცის? ოხ, მრავალ ენაზე მოლაპარაკე, სულ განზე მჯდომი, ჩაფიქრებული და წიგნის მოყვარული. აბა ეს ვინ არის თუ იცით? ადექი? ადექი? მედალი აჩვენე და ეს არის კარატის ჩემპიონი. მიდი გვაჩვენე რა იცი. მედალიც კი აიღო. შენ ხატვარი, რომელიც სულ თავის გამოგონილ ნახატებს ხატავდა. ეს ქალბატონი ფრანგულად მოსაუბრე და ასევე მოცეკვავე. შენ ბალერინა კი? აბა გვაჩვენე ერთი მოძრაობა მაინც. აი ასე, ეხლა იქით. აი ასე, მშვენიერია. შენ ლექსებს წერ ხო? ლექსებს წერდა და მერე ხმამაღლა უკითხავდა თელ დასასვენებელ სახლს. აბა არ გამომრჩე შენ გერმანისტი, ფრანგული ციცის, ინგლისური ციცის და საერთოდ ლინგვისტი უნდა რომ გამოვიდეს. ეს პატარა ლამაზი არსება პორტრეტებს ხატავს, გიჟდება პორტრეტების ხატვაზე და ამიტომ ყველა თითქმის დახატული ყავს. შენ რას აკეთებ? ეს ბუნებას ხატავს. დიახ, მოლბერტიც აქვს და ძალიან კარგი საღებავებიც. მოკლედ, იცნობდეთ ძალიან ჭკვიან ბავშვებს. ძილის წინ აი ასეთი საგიჟეთი ხდება. ასე ექცევიან თავიანთ ტანსაცმელს და საერთოდ ძილის წინ აი ასეთი არეულობა მათ ოთახში.
აი ამ დროს, როცა ბავშვებს უკვე ღრმა ძილით ეძინა, გაისმა ძალზედ უცნაური ჭრიალი. ჭრიალს მოყვა ფხრიალი, შხრიალი და ძალზედ უცნაურმა ხმებმა მოიცვა მთელი ოთახი. ბავშვებს საშინელი ღამე დაუდგათ. ჯერ ხომ შიშით გული გაუსკდათ, მერე კარადა გაიღო და უცნაური არსება მათ ტანსაცმელში იხლართებოდა და შემდეგ მათმა ტანსაცმელმა მათივე შეშინება დაიწყო. დაკარგული ხელთათმანები, სადღაც მიკარგული წინდები, ეზოში გადაგდებული ქამარი და ყველა მათი დაკარგული ნივთი მათ შესაშინებლად გაერთიანდა. კარგია რომ არ გვივლიდით, კარგია რომ სულ კარგავდით, კარგია რომ ჩვენი თავით ერთმანეთს ურტყავდით და ცემდით. კარგია რომ დაგხვიეთ და დაგფხრიცეთ, ხან სად მიგვაგდეთ, ხან ძაღლს გადაუგდეთ ჩვენი თავის სათრევად. აი ეხლა ავდგებით და ყველა წავალთ სხვა ბავშვებთან. თქვენ მიგატოვებთ და იარეთ მერე ტიტლიკანებმა, იარეთ მერე შიშლიკანებმა. ვნახავ როგორ გახვალთ გარეთ. ხო, გავიდნენ ტიტლები ყველა დასცინებს მათ. წავიდეთ, აღარ გვინდა ამ ბავშვებთან მეგობრობა. არ წახვიდეთ. არ დაგვიტყო. აღარ მოგექცევით ასე. არ წახვიდეთ, გთხოვ. ჩვენო დასაცველებო, არ წახვიდეთ დარჩი. არ მიგოტოვოთ, გჭირდებით. აღარ მოგიცევით ასე. დავალაგე. აწი მოგივლით. აღარ აურევთ. ლამაზად დაკიდებთ კარადაში. აწი თქვენი არ ვითამაშებთ. ძაღლს არ გადაუგდებთ თქვენ თავს. კარადაში დაგაბინავებთ. სიზმარი ყოფილა. რა კარგია არ წასულა. მოდი დავალაგო. ამ ღამის შემდეგ ბავშვები მიხვდნენ, რომ აღარასოდეს არ უნდა მოქცეოდნენ თავიანთ ნივთებს დაუდევრათ. ეგ არის.